განხილვისთვის გვაქვს უკვე ორი დრონი ერთდროულად, ორივე არის R75, მოიცადე, ესე. ერთი არის რეისინგი, მეორე არის ჩემპიონი. განსხვავება მათ ფასში არ არის რადიკალური, თუმცა განსხვავება მაინც არის. ვიღაცა შეიძლება რბოლებისთვის უნდა უფრო სწრაფი ფრენებისთვის, ვიღაცას კი საერთოდ ჩემპიონობისთვის არის განსხვავება, სიმართლე გითხრა მოშორის, მაგრამ მაინც. გავხსნით ორივეს, შევხედოთ რა განსხვავებები არის ვიზუალურად, რა განსხვავებები არის შიგთავში და აუცილებლად თუ გააწყოთ მათ შეძენას, მოგწევთ ჩვენს მაღაზიის გვერდზე, ან ცოტა ხანში საიტიც გვექნება ძალიან მაგარი სხვათა შორის. მული აქ იქნება რაღაც ზემოთ, დანარჩენი უკვე კი განხილვაში ვნახოთ. კარგი, მოდი დავიწყოთ, მოდი რეისინგით დავიწყოთ. დავზიანებლად რომ 5 არ გავაფუჭოთ. გავხსნათ ესეც და დავიწყოთ რეისინგის ნელი გახსნა. გამოვდიახ. დამატებითი კანოპა, ეს არის თავის სამაგრი, ეს თვითონ დრონი, რომელიც ძალიან ლამაზ ფერში არის მომწონს, ძალიან მაგარი ფრეიმები აქვს ეს ახლები. არის all in one, ანუ AIO, შიგნით არის ყველაფერი, ძალიან მაგარი პლატა აქვს, ახალი ეს არის MK2, ახალი გამოშვება არის, ძალიან მომწონს ეს დრონები, კარგი ანტენის დამცავი, რომ გადაბრუნებები ხშირად მოგიწევთ, როცა რეისინგზე ვსაუბრობ. მატორებიც ძალიან კარგი, სპეციფიკაციები რა თქმა უნდა გამოვა ეკრანზე და ნახავთ თუ ბოლოს შევადარებთ მათ შორის არის განსხვავება. კანოპა უკვე გაჩვენეთ, დრონი მოდი აქ დავდოთ. დამატებითი პროპელერები რეისინგ პროპელერები, უამრავი დამატებითი პატარა აქვია თანახმად საფრთხისები ალბათ. სამაგრი და დასაკავშირებელი დრონის კომპიუტერთან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ამის გარეშე ეს არ დაკარგოთ, რაც მნიშვნელოვანია. და ნუ ახ მანუალი რა თქმა უნდა ონლაინში არის. მოდი ეს დავახუროთ ამას და დავდოთ მარჯვნივ. ვიზუალურად რო შეხედოთ, ესეთი არის. ქვემოდან სამაგრები არის მოსახსნელი მარტივად, არ არის რთულად, ან სარჩილავთა მუშაობა არ მოგიწევთ მატორების გამოსვლის სურვილის შემთხვევაში. კარგით, მოდი ეს გადავდოთ აქეთ. ზემეტები რაცა დავაბრუნებ შიგნით. და მოდი გავხსნათ ჩემპიონი. ჩემპიონის შემთხვევაში კი გვაქვს უფრო ძლიერი მატორები, ასევე გამოვა სპეციფიკაციები გარეთ, ეკრანზე უფრო სწორად გარეთ კი არა. შემდეგ აქაც ისევ დამატებითი კანოპა, ოღონდ შავი ფერის უკვე ამჯერად. დრონი უფრო ძლიერი და საკმაოდ კარგი მატორებით, რომლებიც მომწონს. ამ შემთხვევაში უკვე გვაქვს სარჩილავით დაერთებული მატორები, ანტენა, რომელიც საკმაოდ წვრილი არის, კიდევ უფრო შემსუბუქებული არის ყველაფერი, ეს სპეციალურად არის გაკეთებული, რომ უფრო მსუბუქი და უფრო სწრაფი იყოს დრონი. განსხვავებები სხვა დიდად მე ვერ ვხედავ, ეხასე ვიზუალურად. ბატარეა არ მოყვება მეტეორისგან განსხვავებით, ასევე მოყვება დამატებითი პროპელერები, არა რეისინგი, ასევე სამაგრი და საფრთხისები და რა თქმა უნდა, თავად კომპიუტერთან დასაკავშირებელი კაბელი და მოდული. პირველ რიგში რაც უნდა იცოდეთ, რომ ორივე დრონი შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთან მაღაზიაში, რომელიც მულიც არის ზემოთ მარჯვენა მხარეს. განსხვავებებს შორის, რაც შეეხება ეხა ეკრანზე გამოვა, მათ შორის არ არის რაღაც კრიტიკული განსხვავებები, თუმცა მე მაგალითად ჩემპიონი ბევრად უფრო მომეწონა ვიდრე მაგალითად ჩაულებრივი freestyle ვერსია, რაც მქონა წინაზე R75-ის, მაგრამ რეისინგისთვის და რბოლებისთვის, რა თქმა უნდა, ეს უფრო კარგად არის გამზადებული. ანტენაც კარგად არის ჩამაგრებული, არის დამცავით და არის რა თქმა უნდა ჩემპიონი, რომელიც ასევე საკმაოდ გამოსადეგი არის რეისინგისთვის, თუმცა ცოტათი უფრო ძვირი ღირს ვიდრე მხოლოდ რეისინგ ვერსია. მათ შორის რა თქმა უნდა არის წონის განსხვავებაც. დაიმახსოვრეთ, რომ მსგავს პატარა დრონებში ყველა გრამს მნიშვნელობა აქვს, 20 გრამი და ნახევარი. ძალიან კარგი, ეს რეისინგი და ვნახოთ აბა ჩემპიონი, 20 გრამი და ნახევარი, 20 გრამი და 4, 20 გრამი და 6, 20 გრამი და 5. წონაში ერთ იგივეა, რა განსხვავება? დაინტერესო. მოგეთ ეს არის რეისინგ და ჩემპიონს შორის მცირე განსხვავებები, რაც არის მატორები, რაც უკვე ვიცით რა განსხვავებები, არ არის რაღაც რადიკალური, თუმცა მაინც არის. ასევე განსხვავება არის ანტენაში, ეს არის ვიდეო გადაცემის ანტენაზე, რა თქმა უნდა საუბარი, იმიტომ რომ ILS ანტენა ორივეს ერთნაირი აქვს. აქ ძალიან წვრილ წითელ კაბელივით ხედავთ, ეს არის ILS ანტენა, რომელთაც ხდება პულტთან დაკავშირება. მოგეთ თუ გსურთ შეიძინოთ 1, 2 ან 3 ან 4 ყველაფერი რაც შეგიძლიათ შეიძინოთ, რაც გსურთ შეიძინოთ FPV-დრონებთან დაკავშირებით და არა მარტო მოგწევთ რა თქმა უნდა ჩვენს Facebook გვერდზე ან რომელიმე სხვა სოციალურ ქსელში, რომლის ბუმლებიც არის აქაც და აღწერაშიც აუცილებლად მოიწონეთ ვიდეო. ეს განყოფების სერია, ვფიქრობ საინტერესო იქნება, უბრალოდ შევხედოთ რა დრონები არის, როგორები არის, შევადაროთ შეგვიძლია სხვადასხვა ზომის დრონებს, ეს მაგალითად R75, ჩემი მრავალნატანჯი ერთი წელი რომელთა დავფრინა უკვე, დანარჩენზე უკვე ვისაუბროთ, როცა გააწყვეტოთ თქვენს გსურთ შეიძინოთ ისინი. მოგეთ შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში. მადლობა, რომ უყურეთ. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, ქვემოთ კომენტარებში რაღაც დაწერეთ, მოიწონეთ ვიდეოც, თუ მოგეწონათ, თუ არ მოგეწონა, მაინც მოიწონეთ. მნიშვნელოვანია რომ გავარდეს, მეტი ადამიანი ნახოს და შედეგად მეტი ვიდეო დაიდება. მადლობა, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.